მართლ გუნჩი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებას ეხმაურებიან და მიიჩნევენ, რომ კაია კალასი უნდა დაფიქრდეს და პასუხი გასცეს კითხვას. რატომ აწარმოებდა და აწარმოებს მაგალითად მისი მეუღლე რუსეთში ბიზნეს, მილიონიანი შემოსავლები რატომ აქვს და ეს ხომ არ არის ორმაგი სტანდარტი. მათივე თქმით, ორმაგი სტანდარტის გამოხატულებაა ისიც, რომ პიროტექნიკას, როდესაც ესროდნენ პოლიციას, ქუჩებსა და პარლამენტის შენობას სწავლდნენ, ამაზე არ საუბრობენ ევროპელი პარტნიორები. ოპოზიციისთვის უცნობია, რაზე იმშელეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსთან დაკავშირებით, თუმცა მათი შეფასებით საქართველო იზოლაციაშია მოქცეული, რადგან ხელისუფლება ავტორიტარიზმის დასამყარებლად ყველაფერს აკეთებს. საქართველოს მიმართებაში რაღაცა იმჟელებენ ზუსტად იმიტომ რომ მე არ ვიცი როგორია დღის წესრიგი საქართველოსთან მიმართებაში ეხლა იქ ვიცი რომ სამწუხაროდ ქართულმა მოცემამ მოახერხა რომ ყურადღება საქართველოსადმი უფრო ნაკლებია ვიდრე ის იყო და ის უნდა იყოს მე ეს ვიცი რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა რომ ყველანაირი ურთიერთობა გაეფუჭებინა ევროკავშირთან ეხლა რა იქნება საგარეო საქმეთა მინისტრები რაზე იმჟელებენ ჯერჯერობით ვერ გეტყვით დაველოდოთ შედეგები ქართულმა ოცნებამ ჭყალებში მიაღწია იმდეს რომ ქვეყანა არის სრულად იზოლირებული იმის გამო რომ ხელისუფლება ეგრეთ წოდებული ყველაფერს აკეთებს ქვეყანაში ავტორიტარიზმის გასაფორმებლად, გასამყარებლად და დემოკრატიული ფასეულობები მისთვის უკვე აღარ არის ესე ვთქვათ მნიშვნელოვანი და რელევანტური. შესაბამისად, ახლა არ შეიძლება დემოკრატიულ საზოგადოებაში გინდოდეს შენ და ამბობდე რომ თითქოს ქვეყნის საგარეო კურსი არ გადაგიხვევია და ქვეყანაში ავტორიტარიზმს საფორმებდა. ეს არის ურთიერთსაწინააღმდეგო მოცემულობა და რა თქმა უნდა ამ პროპაგანდას სულ უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი იჯერებს. დღეს თუ ვინმე და რამით უნდა იყოს ევროპა შეშფოთებული, ეს არის იმით, რომ ასეთ დიდი მასშტაბური გეოპოლიტიკური გადალაგების პირობებში მაგიდაზე არ არის ევროპის ადგილი. და თუ რამით უნდა იყვნენ შეშფოთებულები, უპირველეს ყოვლისა აი ამით უნდა იყვნენ შეშფოთებულები, ამით უნდა იყვნენ დაკავებულები, რეალური პრობლემები, ჩვენ სწორედ ამაზე გვაქვს საუბარი, რომ რაღაც გამოგონებულ ხელოვნურ პრობლემებს კი არ უნდა მისდიონ, არამედ პირიქით დაუბრუნდეთ იმას, რაც მართლა არის ჩვენი საზოგადოების პრობლემა და რაც გვიშლის ყველას მთლიანად ევროპას ხელს იმაში, რომ იყოს ნამდვილად ძლიერი აქტორი, როგორც საერთაშორისო ურთიერთობებში, ასევე ძლიერი ინსტიტუტები, ძლიერი აქტორი საკუთარი მოსახლეობისთვის. სანქციები უნდა შეუძლია მოითხოვოს, მაგრამ მოძალადის მიმართ და მოძალადეობა რამ წარმოშვა რამ განაპირობა, რისთვის იყო ეს მოძალადეობა, როდესაც პიროტექნიკას ესროდნენ, პოლიციას, როდესაც ქუჩებს წვავდნენ, პარლამენტის შენობას წვავდნენ. ეს იყო ძალადობის თავდაპირველი საფუძველი და მიზეზი. ამას რო არ აკეთებ, ამას რო ანალიზს არ უკეთებ და შემოდიხარ პირდაპირ რომ ერთი პოლიტიკურ ჯგუფს დაუჭირო მხარი და მეორე როგორმე ჩააყენო უხერხულ მდგომარეობაში, რა საკვირველი ეს არის არა მარტო ორმაგი სტანდარტი, ეს არის უტიფრობა.